სწორედ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების თემა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს თომას ჰამერბერგმა ისაუბრა. მან მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციების მისცა, რამაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებმა უნდა აჩვენოს თუ რამდენად თავისუფალია მართლმსაჯულება საქართველოში. აქვე ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ ქართველი მოსამართლეები ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან. გვახსოვს პრაქტიკა, რომ წინასწარი პატიმრობა ხშირი იყო. დღესაც არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეში ზის, მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საჭიროა ამ სასამართლო პროცესების მონიტორინგი და სწორედ ეს საქმეები გახდება ლაკმუსის ქაღალდი და ერთგვარი ტესტი თუ როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა საქართველოში. ჩემი აზრით, თუ არ არის საშიშროება, რომ ადამიანი განმეორებით დანაშაულს ჩაიდენს, მისი დაკავება არ უნდა ხდებოდეს. მინდა ვისაუბრო სასამართლო სისტემაზეც. ამ კუთხით გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა ფიქსირდება ფსიქოლოგიური წნეხი მოსამართლეებს. არ შეიძლება ყველა მოსამართლეზე ვისაუბროთ ესეთი ტონით, რადგანაც თავისთავად ეს გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლაა და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა არ წაადგება იმას, რომ სასამართლო იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი. თუ მოსამართლეებს ის კომფორტს ან გარკვეულ არასასურველ გარემოს უქმნის იმის შეხსენება, რა ხდებოდა წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში, ამას ვერ გავექცევით, იმიტომ რომ იმ უკანონოდან განაჩენების მსხვერპლნი არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ საკითხებზე საუბრობენ. ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ სირაქლემას პოზაში და თვალი დავხვიჭოთ, რომ დღეს არაფერი აღარ გვახსოვს, ესე არ არის.